ირაკლი კიკნაველიძეს და კომუნიკაციების სპეციალისტს გიორგი კალატოზიშვილს დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. ბატონ გიორგი, ირაკლისთან დავიწყებ საუბარს, როგორც ჩემ კოლეგასთან, რომელიც ასევე არის ვახოს-ანაიას ტელევიზიის წარმომადგენელი. მივესალმები ვახოს აქედან. ძალიან მწუხვარ იმის გამო, რომ განსაკუთრებით დღეს ის ციხეშია, გისოსებს მიღმა. დღეს მისთვის განსაკუთრებით მძიმე დღეა, დარწმუნებული ვარ. ირაკლი, როგორ შეაფასებ აი ბოლო კვირას კი არა, იმას, რამაც აი ეს კვირა მოიტანა ჩვენს ქვეყანაში? მივესალმები ტელეპიროლის მაყურებელს, მიხარია რომ თქვენთან ვარ სტუმრად. ზოგადად გონია რომ ახლა ძალიან თხელი ხაზია დარჩენილი აბსოლუტურად სრულყოფილ დიქტატურასა და დემოკრატიის იმედს შორის. აქ არ არის რაღაცა ხელშესახებ დემოკრატიაზე საუბარი, დემოკრატიის იმედზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ და აი ამ თხელ ხაზზე დგას ქართული მედია და მე მგონია რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიული საქმე არის ეს ამ გაგებით. ვახოს მეც მივესალმები, სხვა შორის დაკავების წინა დღე იყო მგონი, აგვისტოს თვეს გეგმავდით და რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ ძალიან ბევრი სამუშაო დღე ტრადიციულად მას გამოსდიოდა და იხუმრა კიდეც რომ მალე ციხეში გაუშვებდნენ და აშკარად წინასწარად გრძნობდა რომ ციხეში მოუწევდა აღმოჩენა. ეს ხუმრობით მშვებულებაში არ ჩაუთვლით ახლა. იმედია საპატიო მშვებულებაში არ ჩაუთვლით, კი არ ჩაუთვლით ნამდვილად. თავისთავად მე მგონია რომ ყველა ეს ამბავი, რაზეც აი შესანიშნავი შესავალი ქონდა, ხო? თვალი გადავოლეთ ყველაფერს, რაც ბოლო ერთი კვირის და არა მარტო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ხდება. ერთი შეხედვით ეს ამბები ერთმანეთს არ უკავშირდება. მაგრამ ჩემი აზრით არა თუ ერთმანეთს უკავშირდება, ეს ამბები ერთმანეთისგან გამომდინარეობს. ის რომ ქუჩაში კრიმინალია, ის რომ ქუჩაში ადამიანებს კლავენ და ხელისუფლება არის ორგანიზებული დანაშაულის მთავარი ხელშემწყობი ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარეობს ის რომ ჟურნალისტებს იჭერენ. ის რომ ქვეყანაში არის კორუფცია ყველა დონის, ის რომ არის რუსული გავლენა და აქ სისტემურად რუსები აკეთებენ ფულს, რაც ჩვენ ყულებში ვნახეთ და რაც ყულებში დადასტურდა, აქედან გამომდინარეობს ის, რომ სიძულვილის კამპანიებს უწყობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ადამიანებს. ეს არის ყურადღების გადატანის ცდელობა. ოღონდ ყურადღების გადატანის მე ჩემი აზრით არა იმდენად ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლისათვის, არამედ იმ ხალხისათვის, ვისაც სჭირდება არგუმენტი, სჭირდება რაღაცა სისტემა, რასაც დაეყრდნობა, რომ კვლავ დარწმუნდეს ბიზნეს აუცილებლობაში, ბიზნეს საჭიროებაში ამ ქვეყნისთვის. აი ჩემთვის ყველაზე შემიძლია ადამიანები როგორ ეძებენ ამ არგუმენტს და დაინახეს ეს არგუმენტი იმაში, რომ ვიღაცამ ნოდარ დუმბაძეზე რაღაცა თქვა. დაინახეს იმას, ვახოს-ანაიას ეს რა უკადრია გაიგეთ, ეს რა თქვა თურმე შალვა პაპუაშვილზე. და ეს არის თურმე მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის. ეს არის აი მართლა ორიენტირების გაბლარვის მცდელობა არის ძალიან არაეფექტური. მე უნდა ვაღიარო რომ ეს სისუსტის მანიშნებელია თუ პირიქით იმის რომ ჩაბეტონდა ავტოკრატია ქვეყანაში. არა, მე მგონია რომ ავტოკრატიის ჩაბეტონება სჭირდება რეალურად ახალი ტიპის კონტრაქტი ქართულ საზოგადოებასა და მმართველ რეჟიმს შორის, სადაც ავტოკრატია ჩაბეტონებული ამ გაგებით. იქ ეს ავტოკრატია ეფუძნება ხოლმე მაინც რაღაცა ტიპის კონტრაქტს. ჩვენ სამეზობლოს შეგვიძლია გადავხედოთ. არსებითად ჩვენ შემთხვევაში ივანიშვილის ამოცანა არის რომ უნდა გადატეხოს ქართული საზოგადოება როგორც დემოკრატიული საზოგადოება. ამ მიზანს ის ვერ აღწევს. შესაბამისად, მისი მხრიდან ძალის ნებისმიერი გამოსხივება, ჩემი შთაბეჭდილებით ვიღაცამ შეიძლება ზედმეტ ოპტიმიზმში ჩათვალოს, მაგრამ ჩემთვის ეს ასეა. ეს არის მისი სისუსტის დადასტურება და ეს არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები და სადღეგრძელო. სანამ ის ვერ მიაღწევს თანხმობას იმაზე, რომ ჩვენ ყველა შევთანხმდებით, რომ აი ბიძინა არის და მოდი თავი დაუკრათ მას, მანამდე ის ვერ მიაღწევს ამ ახალ ავტორიტარულ სტაბილურობას, წონასწორობას, ავტორიტარული წონასწორობის წერტილს. ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ჰიბრიდული ტერორი, სახელმწიფო ჰიბრიდული ტერორი, რომელიც მიმართულია აქეთკენ, რომ გადაატყდეს ქართულ საზოგადოების ეს დემოკრატიული ხერხემალი, რომელიც არ გადაატყდება ასე მარტივად. ჩვენ სხვა რაღაცისგან შევდგებით, ჩვენი დნმ სხვა რაღაცისგან შედგება არსებითად. მე ამ ნაწილს საკმაოდ იმედიანად ვუყურებ. ხშირად გითქვამს ამ სტუდიაშიც მათ შორის, რომ ჩვენ არ გავხდებით ბელარუსი, ჩვენ ვერ გადავიქცევით რუსეთად. რა გვაძლევს ამ ოპტიმიზმის თუ ამ რაღაც იმამაცის თქმის შესაძლებლობას, იმიტომ რომ აქამდე ყველაფერი არის ისე როგორც კი, აქამდე ყველაფერი არის, მაგრამ ისე როგორც რუსეთში ახლა ისეთი მაგალითები წავიკითხე, ვკითხულობდი და ვგრძნობდი, როგორ გაიარა რუსეთმა ის გზა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ.
მესმის ცდილობა არის ყოველ შემთხვევაში, სურვილი არის ამისა, რომ ჩვენ რაღაცა ჩამოვყალიბდეთ რაღაცნაირ მიქსად რუსეთის, ბელარუსის, ჩვენი მეზობელი რამდენიმე ავტორიტარული ქვეყნის, ჩეჩნეთის მათ შორის, აი ჩაკეტილობის თვალსაზრისით, მაგრამ თავი განსხვავება მე მაინც გონია ის, რომ აი მათ წარმოიდგენა ხო რაზე იყო დაფუძნებული ბოლო წელიწად ნახევრის 2 წლის კამპანია ხო რაზეა, რომ ჩვენ ჩავკეტავთ ფინანსურ გზებს, დავტოვებთ ამ ხალხს რესურსის გარეშე, გაუშვებთ ციხეში, ავკრძალავთ ამ ყველაფერს და გაჩერდებიან. სხვა რა გზა ექნებათ, ხო? ხო ეს იყო გათვლა. მაგრამ ეს რა შედეგი დადგა აქეთგან? ვინმე გაჩერდა? ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ამ თელ პროცესს ბოლოს რუსთაველი თვითონ გააჩერდა. ხო, ანუ თელ ამ პროცესს საერთო ჯამში ესეთ განწმენდი ეფექტიც კი ქონდა ჯამურად თელი სამოქალაქო საზოგადოებისათვის. დღეს მედიაში სამოქალაქო საზოგადოებაში ოპოზიციურ პარტიებში ვინმე არის დარჩენილი, ვინც ფულის გამო არის აქ, ვინმე არის დარჩენილი, ვინც რაღაცის მოხვეჭის გამო არის აქ დარჩენილი, ვინმე გრანტი ჭამია მართ სადღა არის გრანტები, ვინმე გრანტი ჭამია მართლა არის დარჩენილი დღეს ქართულ სამოქალაქო სექტორში. სინამდვილეში ამისგან დარჩა წმინდად აბსოლუტურად გულწრფელი мотиваციები და ამ გულწრფელი мотиваციების არსებობისა მათ ხო რაც შენთვის წარმოუდგენელია რომ შენში არ არის გონია რომ სხვაც არ შედგება ამისაგან ასე უყურებენ და თვითონ ხო ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებენ რა ვიცი პროპაგანდისტულ არხებს რო უყურებთ რატო აწერენ ამ ყველაფერს ხელს იმიტომ რომ ხელფასი იღებენ ამაში ხო მათ წარმოუდგენელია რომ რაღაცა აკეთო ისე რომ ამაში ხელფასი არ მიიღო და ქართული მედიის არსებობა დღეს დამოუკიდებელი მედიის პირველის ფორმულაცია ონლაინ გამოცემების არსებობა, ოპოზიციური პარტიების არსებობა დღეს, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, რუსთაველის პროტესტი ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალა ადამიანების, რაოდენობა ადამიანების, რომელიც აბსოლუტური თავგანწირვით რესურსის გარეშე მზად არის, რომ უკან არ დაიხიოს არც ერთი ნაბიჯით. თავარი გაკვეთილი, რაც ივანიშვილმა შეიძლება ბოლო რამდენიმე წელიწადში ისწავლოს, სწორედ გონია რომ ეს არის. მადლობა და მომწონს ეს ოპტიმიზმი. გიორგის მინდა ვკითხო, იზიარებს თუ არა თავად ამ ტიპის ოპტიმიზმს, თქვენ მუდმივად ხართ ასევე პროტესტში, თითქმის ყოველ საღამოს, არის თუ არა მსგავსი ტიპის განწყობა და შემართება იმ ხალხში, ვინც დარჩა ჯერ კიდევ პროტესტში და ეს პროტესტი არსად არ გამქრალა. შეიძლება ადამიანები არ არის ახლა 100,000-ობით ქუჩაში, მაგრამ ნებისმიერ წუთას ამ ხალხს ჩვენ უნდა ველოდოთ ისევ პროტესტში უკან დაბრუნებულს და აი ეს გარდამტეხი მომენტი, გარდამტეხი წუთი ძალიან არაპროგნოზირებადია ქართული ოცნებისთვის, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში ძალიან ხშირად. მადლობა მოწვევისთვის, მიმესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა ირაკლის ძალიან საინტერესო შესავალისთვის და კომენტარისთვის. ბევრ ამას ვეთანხმები. ვერ ვიტყვი რომ რაღაცას არ ვეთანხმები, უბრალოდ ყოველთვის არსებობს სხვა რაკურსი და რასაც მე ვხედავ, ზუსტად იმიტომ რომ ამ პათოს და კონკრეტულად ამ მიმართულებას ხედავენ რეჟიმის მომხრეები, ამიტომაც ხდება რომ წნეხი ძლიერდება, წნეხი არ სულწდება, პირიქით უფრო მოქნილი და უფრო ხისტი და უფრო კატეგორიული ხდება აქტივიზმის და აქტივისტების. ირაკლის მაგაშიც ვეთანხმები, რომ ჩვენ ასე ვერ გაგვაჩერებენო, მაგალითად რუსეთში თვითცენზურა გამოდგა ყველაზე ეფექტური იარაღი და საქართველოში პირიქით აი თავგანწირული ჟურნალისტების არმიას უფრო ვხედავთ, იმიტომ რომ თვეების განმავლობაში უხელფასოთ ყოველგვარი რაღაც ფინანსური სახსრების გარეშე გვიწევს მოქმედ მუშაობა, იმიტომ რომ სწორედ სიმართლე ვუთხრათ ქართულ ხალხს იმ შესაძლებლობებით სიმართლის თქმა თქვენ უფრო გაგიჭირდებათ ვიდრე ტყუილის თქმა პროპაგანდულ მედიას, იმიტომ რომ აქაც შერჩევითი სამართალია, ხო, რატო არ შეიძლება თქვენ ტელეკომპანია პირველს ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელ ტელეკომპანიას იგრძალებოდეს სინდისის პატიმრის თქმა და მეორეს მხრივ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება ილაპარაკო ტელეკომპანია იმედმა და პოზიტივი. და სინდისის პატიმარი თან უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ეპითეტი, ეს პოლიტიკური ტერმინია, მას თავისი განმარტება აქვს. მაშინ როგორც რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ფრეიმი, ეგ ეწოდებული ჩარჩო, როდესაც ყალიბდება კონკრეტული წარმოდგენები ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ხო? თუ ოპოზიცია მაშინ უნდა იყოს რადიკალური და ოპოზიცია აუცილებლად რადიკალური უნდა იყოს. ოპოზიცია სისტემური აღარ არის ოპოზიცია. ამიტომ აი ესეც ის არის, ხო, დღეს მით უმეტეს, როდესაც მარეგულირებელ კომისიაში ზის ხელდასმული ადამიანი პარტაქტივი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესი ხდება და უფრო რთული ხდება თქვენთვის მუშაობა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ადამიანებთან საზოგადოებას გულისხმობ თქვენი სიმართლით მიტანა, იმიტომ რომ მე მეგზალება ვილაპარაკო და ვთქვა სინდისის პატიმარი, მაგრამ რატოგაც პროპაგანდულ მედიას არ ეგზალება იგივე ვთქვა ამ შემთხვევაში კონკრეტული ფრეიმებით ლაპარაკი, რომელიც გულისხმობ დისკრედიტაციას პოლიტიკური
მხარეების. მე რასაც ხედავ, რა თქმა უნდა, აი სულ იმ გოგოს ხმა ჩამესმის ყურში ქართული ოცნების ახალგაზრდული ჯგუფის, რომელიც ძალიან ბედნიერია და მისი მეგობრები კარგად არიან და ეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავსო. ყველაფერი არ მაწუხებს ამ ქვეყანაში. მე ვგრძნობ ძალიან ცუდად იმისგან, რომ ეს არის არაგულწრფელი აღიარება, იმიტომ რომ შეუძლებელია თუ კი ის ადამიანი ერთხელ დაჯდება და უბრალოდ გადახედავს. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ტყუოდა? აი ნახეთ, მე არ ვამბობ ტყუოდა, მე მინდა დავამთავროთ ჩემი აზრი. მე ვგონია, რომ თუ კი ემოციას მოშორდება და რაციონალურად, ლოგიკურად უბრალოდ ჩვენსავით გაივლის ადამ ბემდე იმ მთელ დისტანციას, რა კანონებით მიიღეს ამ 2 წლის განმავლობაში, შეუძლებელია ადამიანი რაციონალურად მოაზროვნე იმ ბედნიერებაზე საუბრობდეს გულწრფელად, იმიტომ რომ არც ერთი კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, არ ემსახურება ამ ბედნიერების შექმნას. უბრალოდ შეხედეთ რა კანონები მიიღეს, ხო? ეს კანონები მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების და ამ ხელისუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს. არც ერთი კანონი ჯუშენით ბავშვებზე ჩვენ ამ ბოლოში როცა ვიყავით თქვენთან ჯუშენის თემაზე ვლაპარაკეთ და დღეს აგი ფაქტის წინაშე ვართ, ფაქტობრივად გადაგდების წინაშე დგანან, სანამ მიიღეს გადაწყვეტილება და დაიწყეს წამლის შემოტანა, კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. ჯუშენი დაავადებული. თუ კი ბედნიერებაზე, სიმშვიდეზე, საზოგადოებრივ საზოგადოებრივ კონკრეტულ წესრიგზე ორიენტირებული ეს რეჟიმი, მაშინ ეს ბავშვი არ მოკვდებოდა თუნდაც, ხო? დაიწყებოდა აი ამის აღსრულება. ბედნიერება არ არსებობს ცალმხრივი და ერთი ადამიანისთვის. მაშინ ბედნიერების ინდექსის წარმოქმნა და ცნება არ არსებობდა, ხო? რომელშიც სკანდინავიის ქვეყნები, დანია, ნორვეგია და ასე შემდეგ პირველ ხუთეულში შედგიან. ერთი ადამიანით არ განიცადება იმ გოგოს მეგობრებით, იმ გოგოს ბრიაშკით არ განიცადება ბედნიერება. ბედნიერი შეიძლება იყოს ყველა აქ საზოგადოება, რომელიც ბედნიერია იმით, რომ საზოგადოებაზე ზრუნავს მისი ხელისუფლება. გიორგი, აი მოდი რომ ჯაჭვი შევკრათ იმისი, რაც ამ კვირაში მოხდა. ამ კვირაში რაც მოხდა, ეს არის რაც განგრძობითი პროცესი, რომელიც ამ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში და უბრალოდ კვინტესენცია იყო ეს კვირა მოვლენათა მთელი აი მანკიერების, რაც დაგვატყდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა მომუშავე კაცმა თქვა, რომ ერთი ნეგატიური მოვლენა მოხდა ვერაზეო და ამის პოლიტიზებას ცდილობს ოპოზიცია და ოპოზიციური მედიაო. ეს ასეა. რა კავშირი აქვს იმ კრიმინალს და პოლიტიკურ მოვლენას ერთმანეთთან თქვენ როგორ შეგიძლიათ ეს დაარღვევათ? ერთი მეორეს კვებავს, იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომია და ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება ეს არ იყოს მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც ეხმარება თქვათ რეჟიმი, მაგრამ ინდივიდის დონეზე შეიძლება მაგალითად სამსახურეობრივმა გულგრილობამ წაახალისოს ეს დაუსჯელობის სინდრომი და დანაშაულის მაგალითად თუ გახსოვთ შარშან ზუსტად ამ დროს თუ არ ვხვდები პოლიციელი დაჭრა ყელის არეში ადამიანმა, რომელიც მანამდე პატრულმა დააკავა და ამდენი ცივი არაღი მე მგონი რო ყოფილიყო ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი არ დაუშვებდა პატრული იმას რომ გაეშვა ხო სამშვიდობოზე, მაგრამ აი ამდენი დანის მიუხედავად რომელიც მანქანაში ერდო ეს ადამიანი გაუშვეს და თუ არ ვხვდები ერთ კვირაში პატრულმა ეკიპაჟმა გადააყენა ის პატრულ ეკიპაჟის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყელის არეში დაჭრა. ამიტომ აი დაუსჯელობის ახალისება რა თქმა უნდა, მათ შორის უკვე ხელს უშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხედავენ, რომ ყველაფერი დასაშვებია, თუ კი ხარ მათ შორის კონკრეტული რეჟიმის ხარდამჭერი. და შენთვის შეიძლება ის, რაც სხვისთვის არ შეიძლება. არა თუ არ შეიძლება, არამედ ადამიანი შეიძლება ტროტუარზე დგომისთვის, უსამართლობის გაპროტესტებისთვის ციხეში გაუშვა. მარკერით პოლიტიკურ პლაკატზე და ხატვისთვის ციხეში გაუშვა შვილის დედა. ო ქალი, მაგრამ ადამიანი, რომელიც კადრში ჩანს, როგორც ცემს უკან მიპარვით ადამიანს, იმავე პოლიტიკურ პლაკატთან, მერის შტაბთან, მერე ცოტნე ივანიშვილის გვერდი დაინახო და ის არ იყოს დასჯილი და ეს იყოს ნორმალური საზოგადოებისთვის და ვერ იქნება ხა ირაკლიას ლაპარაკობდა, საზოგადოებისთვის ვერ იქნება ეს ნორმა. მაშინ ჩვენ როგორც საზოგადოება უბრალოდ არ ვარსებობთ. როგორ შეიძლება ეს იყოს ნორმა, რომ ადამიანი პოლიტიკურ პლაკატის გამო სადაც დაიხატა მარკერი ციხეში გაუშვა და იმავე პლაკატის ფონზე როცა ადამიანს სემენ სასიკვდილოდ და ამოცნობა შეიძლება, პირიქით ამოცნობილია იცი ვინ არის ეს ადამიანი ჩვეულებრივად მე კონკრეტულ ფორუმზე იჯდეს, პოლიტიკურ ფორუმზე გამართული წელში და რაღაცა დივიდენდებს იწერდნენ ამით. ეს ხო წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ თუ საზოგადოება ვართ, უნდა იყოს თანამდებრული.
ნორმალური არც საზოგადოება, ანუ ჩვენ დღეს ცენტრალური ტელევიზიების ეკრანებიდან პრაქტიკულად მოუწოდებენ თავის ტიტუშკებს, თავს დაესხან რეჟიმისთვის მიუღებელ ადამიანებს. მსგავსი რამე რომ მომხდარიყო ოპოზიციურ არხებზე. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რა მოყვებოდა ამას? ირაკლი როგორ ოღონდ ამას მოუწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ მოქმედებს ამ მოწოდებების sapasუხოთ. ანუ ეს მთელი სპექტაკლი რაც ჩვენ ვნახეთ, ხო, აღშფოთებული მასები, შემზადება და მე რაც თავარია, წესით ხო ასეთმა რაღაცამ უნდა გამოიწვიოს მართლა რაღაცა ტიპის ბუნებრივი დენით ძალადობა, ხო? მაგრამ ესეც ბუნებრივად არ ხდება, ესეც ორგანიზებულია. იქაც ის სამი ადამიანი, ვინც თავს დაესხა ამ იუმორის, ხო, ის სამი ადამიანი იქ მიიყვანეს, იმას უთხრეს, რომ აქ უნდა დაელოდო შენ, აქ ეს მოვა აუცილებლად. იქ პატრულს უთხრეს, რომ ამ დროს შენ აქ არ უნდა ჩაიარო, იმიტომ რომ შემთხვევით არ უნდა შეესწრო ამ სცენას. ამაზე იცით რამ ხელა რესურსი იხარჯება? ეს სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სიყალბე. ადამიანებს დაანახონ თურმე რა ეფექტურია მათ შორის მათი პროპაგანდა. მე ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ რომ აი ჩვენი საზოგადოება მოდის საბჭოთა კავშირიდან და ეს ძიმე გამოცდილება, ბევრი რაღაცა ჯერ კიდევ ვერ მოინელა ამ საზოგადოებამ, მაგრამ მეორე მხრივ თუ რამეში გამოადგება ქართულ საზოგადოებას და ადგება ჩემი აზრით დღეს აი საბჭოთა პერიოდში ცხოვრება, პროპაგანდისადმი აცრა ეს საუკეთესო საბჭოთა გამოცდილება რაც შეიძლება საზოგადოებას დარჩენოდა. ძალიან გავს დღევანდელი ქართული ოცნება 80-იანი წლების კომპარტიას. განსაკუთრებით ჩემი აზრით მათ ამ წერტილს, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, აი თამამად ვიტყვი ამ ფრაზას, ყველასთვის გასაგები არის ამათი თელი პროპაგანდის აბსურდულობა. გადააბიჯეს მაშინ, როდესაც ადამიანებს უთხრეს, რომ თქვენ უკვე ცხოვრობთ, ვიდრე გერმანიაში ცხოვრობენ. გერმანია ღარიბდება და თქვენ აქ იაფია პროდუქტი. შედით მაღაზიაში და იყიდეთ გაიაფებული პროდუქტი. აი ეს როგორც კი უთხრეს ადამიანებს, ამის თქმაზე რომ გადავიდნენ. ჩემი აზრით არათუ ოპოზიციურ ველზე, მათ რიგებშიც კი არ არის ერთი ადამიანიც კი, ერთიც კი, რომელსაც გულწრფელად ჯერა რომ ეგ არის მართალი. თლიანად დაფუძნებული არის ერთ დიდ სიყალბეზე, რომ მე მაწყობს, რომ ეს დავიჯერო და რომ მაწყობს, მე ჩემი რეჟიმი ამაში ხელს შემიწყობს იმითი, რომ ცოტა საკენკს მოცემს, რომ აი უნდა გავბრაზდე იმაზე, რომ ნოდარ დუმბაძე შეურაცხეს. ის უნდა, ამიტომ ამაზე თუ გავბრაზდები, იმას ხო ვეღარ დავინახავ სინამდვილეში ფულს რამდენს იპარავენ. აი ეს მთელი პროპაგანდისტული ხუხულა არის, სტრუქტურაა თქვა, არც ვიტყვი. ეს არის ხუხულა, რომელიც არსებითად ჩამონგრევადი არის, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა უპირისპირდება ამას მეორე მხარეს. თავარი არის მეთოდურობა. თავარი არის, რომ ადამიანები არ დანებდნენ ამ ბრძოლაში და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ამით რომ ეს ტელევიზიები არ გაითიშოს, პარტიები არ დაიშალოს, სამოქალაქო ორგანიზაციები არ წავიდეს ამ ქვეყნიდან. აი ამ მეთოდურობას ისინი ვერ გაუძლებენ საბოლოოდ. რთულია ეს ბრძოლა ძალიან. რაც უფრო ტემპერატურა აიწევს, ისინი ბევრად უფრო სასტიკები გახდებიან, ისინი კარგავენ ყველაფერს. აი სიტყვა ყველაფერს კიდე სხვა მნიშვნელობა აქვს, საერთოდ ყველაფერს კარგავენ. როგორც მათ ძალაუფლება აღარ იქნებათ, ისინი აღარ იქნებიან საერთოდ აღარავინ ამ ქვეყანას. იმ მოპარული ფულის დაბრუნებას მოუწევთ, თანამდებობებსაც დაკარგავენ, გამარჯვებას არ ეთქვის ხალხი ქუჩაში ფურთხებას დაუწყებენ, ქუჩაში ისედაც ვეღარ დადიან. ასე თეატ სწორად აღნიშნე, რაც უფრო მეტი ძალაუფლება კონცენტრება ხდება მათ ხელში ბოლო 2 წელიწადში, მით უფრო ნაკლებად აქვს ქუჩაში თავისუფლად სიარულის თავი. ეს პირდაპირ კორელაციაში, რაც უფრო მეტ ადამიანს იჭერენ, მით უფრო თავდახურულები და ხუდებით დადიან და შემთხვევით ვინმეს არ დაინახონ. ამასთანავე ერთ-ერთ პროპაგანდის თვალი მოუკარი, გამეცინა უბრალოდ სავაჭრო ცენტრში იყო, ამ სიცხეში, ხუდით, პირბადით, სათვალით რა ვიცი და თვალში რომ გამიყარა მიხვდა რომ ვიცანი და აი ხო იცი რომ რაღაცა არ მოხდეს ახლა იქ რა უნდა მომხდარიყო ახლა მაგრამ აი ესეთ შეშინებულები ივლიან დადიან შეშინებულები ოღონდ უნდათ რომ დადგან რეალობა სადაც თვითონ აქეთ ხალხი დადის შეშინებული მთელი ეს სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის გარშემო მაგას ემსახურება არის ხუხულა არსებითად ეს არის ხუხულა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ ამას დაერქვას თავისი სახელი და არ გავაზვიადოთ მათი ეფექტი. სინამდვილეში მათი ძალა შეიძლება ერთადერთი იდგეს იმაზე, რომ ჩვენ დავინახოთ ისინი ძლიერებად. ძალიან სუსტები არიან. ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რომელსაც ვიცნობდი წლების წინ და მეგონა რომ ადამიანი იყო. შემხვდა ერთ-ერთ კვების ობიექტში და ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებდა რა ხმა რა მეწიან რა უნდა მეც მეგონა რომ განცდა ქონდა რომ რამის ვიზავდი რა უნდა მექნა და მივსალმებოდი თუ არა მეც კი არ უცოდი აი მივხვდი რომ უნდა გავცლოდი მე თვითონ იქაურობას იმიტომ რომ ამ ადამიანთან საერთოდ კომუნიკაციის სურვილი და ან უნდა მეთქვა რაც იყო ან საერთოდ არ ვითომ ვერ ვიცანი და ასეც ეშინია ძალიან ეშინია როგორ ჩანს ეს ყველაფერი ევროპიდან მოდით ჩვენი კოლეგა რუსთავიორის
ყოფილი ვარსკვლავი, ყოფილი რუსთავი 2-ის ვარსკვლავი, მთავარი არხის ჟურნალისტი, პიესის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თენგო გოგოჭიტიშვილი შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ახლა